ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ პერსონალური ბრენდი ყველას ჭირდება. თუ არ მეთანხმებით, შეგვიძლია ამაზე ვიკამათოთ კომენტარებში, ან მომწეროთ Instagram-ზე, მაგრამ დღეს ვაგრძელებთ პერსონალურ ბრენდზე საუბარს და ეს არის ამ სერიის მეორე ეპიზოდი. არ აქვს მნიშვნელობა ისწავლეთ სტენფორდში, გაქვთ ქართული დიპლომი თუ თვითნასწავლი მენტორი ან მასწავლებელი ხართ, მიუხედავად ჩვენი ბექგრაუნდისა, ჩვენი ცხოვრებისა და წარმომავლობისა, ჩვენ დღეს გვჭირდება, რომ მსოფლიოს ან ლოკალურად საქართველოს ქართველებს გავაგებინოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, იმისთვის, რომ გქონდეს ცნობადობა და შესაბამისად ჩვენს ცნობადობას გავუკეთოთ მონეტიზაცია. ამაში არაფერი არ არის ახალი, შეიძლება იყოს ახალი უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე არ ჭირდებოდა ცნობადობა. თუმცა თუ გადავხედავთ, ესე ვთქვათ, მაგალითებს და მოდი პირდაპირ ძალიან ცნობილი მაგალითები ავიღოთ, მაგალითად რიანა, რომელიც არის ძალიან ცნობილი მომღერალი, თავის სახელს და პერსონალურ ბრენდს, ესე ვთქვათ, მონეტიზაციისთვის იყენებს არა მარტო მუსიკალურ ინდუსტრიაში, არამედ მოდის ინდუსტრიაში, სარეკლამო ინდუსტრიაში და მეიქაპის ინდუსტრიაში. ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პერსონალური ბრენდი და ცნობადობა, ჩვენი ინტერესების და სურვილების მიხედვით შეგვიძლია ჩვენ აუდიტორიას გავუკეთოთ მონეტიზაცია და აქ არაფერი არ არის სათაკილო და არ ტეხავს. ის ხელსაწყოები, რაც მოგვეცა ტექნოლოგიური განვითარებით, როგორიც არის სოციმედია პლატფორმები, YouTube, დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აპლიკაციები, ყველაფერი ხელს გვიწყობს იმაში, რომ გქონდეს ჩვენი პერსონალური ბრენდი და ამავდროულად დავიჩაგრებით თუ არ გვექნება. მაგრამ ჩემი ესე ვთქვათ, ინტერესი და ვიწრო სპეციალიზაცია კოუჩინგის მიმართულებით არის ეგრეთ წოდებული მისიონერული პერსონალური ბრენდები, ანუ purpose driven personal brand. ინგლისურად როგორც ითქმება, ქართულად უკეთესად ვერ გადმოვთარგმნე, მაგრამ პერსონალური ბრენდი, რომელიც ტრანსლირებს თავის მოწოდებას. და მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონალური ბრენდი არის მისიონერული და ტრანსლირებს, შეიძლება ყველა ვიდეოში არა, მაგრამ ზოგადად, რომ მე მინდა ქალების დახმარება, მე მინდა ქართველი ქალების დახმარება და მე ვარ დოვლათის შექმნის სფეროში. ანუ ყველაფერი, რაც ქართველ ქალებს ესე ვთქვათ, შეამზადებს და დაეხმარება, რომ იცხოვრონ დოვლათიანად და თავისუფლად, არის ჩემი, ესე ვთქვათ, მისია. აქედან გამომდინარე, მე მიყვარს საუბარი იმაზე, რასაც მე თვითონ ვაკეთებ, გამომიცდიან ვაკვირდები, არის სფეროები, რაშიც არ მაქვს ექსპერტიზა და ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე მასზე და ამ თემებზე საუბრისგან, მაგრამ არ ვიცი წინასწარი განზრახვით თუ დაუგეგმავთ, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ მისიონერულ პერსონალურ ბრენდამდე მივედი მე თვითონ და შემდეგ შემთხვევით ამოვიკითხე, რომ 2025 წლიდან ზოგადად მსოფლიოში არის ნიშა მისიონერული პერსონალური ბრენდების და ეს არის ყველაზე მზარდი ნიშა, იმიტომ რომ ადამიანები დაიღალნენ უბრალოდ ლამაზი კონტენტით თუ ძალიან განსხვავებულ კონტენტს არ აკეთებთ. ძირითადად აუდიტორია მოყვებათ მაშინ, როდესაც თქვენი ბრენდის, ესე ვთქვათ, DNM-ი ზუსტად ასახავს თქვენს ღირებულებას, რატომს, მიზანს, ვის ეხმარებით, რატომ ეხმარებით და საერთოდ რატომ არის ეს თემა თქვენთვის მნიშვნელოვანი ან მტკივნეული. ერთ-ერთ ვიდეოში უკვე ვთქვი და აქვე აღნიშნავ, რომ ქართული აუდიტორიისთვის ChatGPT-ში გავაკეთე პერსონალური ბრენდის კოუჩინგის ჩატი.
ეს არის უფასო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან გამოიწეროთ ჩემი Instagram-ის გვერდი, რომელიც ვიდეოს აღწერილობაშია და აქაც სადმე იქნება და გამოგიგზავნით ბმულს. იქ უკვე ჩატვირთულია ინფორმაცია წამყვანი აქტუალური მარკეტერების, ესე ვთქვათ, რჩევების მიხედვით და პლუს, ესე ვთქვათ, ლოკალური ქართული რეალობა, რადგან ხშირად არის, რომ საქართველოს აქვს თავისი სპეციფიკა. მოკლედ, ძალიან კარგი პერსონალური ბრენდის კოუჩი გავაკეთე. ინფორმაცია მას, რასაც ესაუბრებდით, არის კონფიდენციალური, მხოლოდ თქვენ შორის არის და დიდი სიხარულით გაგიზიარებთ თუ დამიწერთ კომენტარებში. დღევანდელ ვიდეოში კი ვისაუბრებთ 4 ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადადგათ, შეასრულოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენც შემსავით გინდათ მისიონერული პერსონალური ბრენდი. პირველი ნაბიჯი არის გარკვევა, რა არის შენი რატომ? რატომ მოქმედებ? რა არის შენი მიზანი? რატო გინდა ეს პერსონალური ბრენდი რო გქონდეს საერთოდ? რატომ გამოდიხარ საჯაროდ? მეორე ნაბიჯი არის 3-4 ან თუ გინდა მეტი ან თავიდან ნაკლები თემატიკის შერჩევა, რა კუთხიდან გაუშვებთ სიგნალებს, რომ მიწვდეს ამ რატომს. მაგალითად, შეიძლება ერთი ვიდეო იყოს ამბავი თქვენი და ბებიის ურთიერთობის, მეორე იყოს მაგალითად დაადოთ ხმა რაღაც ლამაზ კადრებს. ანუ უნდა აირჩიოთ თემატიკა და ასევე მიწოდების ფორმატი. მესამე ნაბიჯი არის მიზანმიმართული და თანმიმდევრული გაზიარება. და ჩავშლი ამას, რასაც გულისხმობ და თანმიმდევრულში და მიზანმიმართულში არ გულისხმობ იმ საზღვრების დარღვევას, რისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. ანუ მაგალითად რაღაცა პირადი ცხოვრების ნაწილი არ გინდათ გააზიაროთ, ან როგორ სახლში ცხოვრობთ არ გინდათ გააზიაროთ. ეგ ძალიან ნორმალურია და შეიძლება მთელი თქვენი კონტენტ კრეატორობის, ესე ვთქვათ, მანძილზე იყოს რაღაცა ნაწილები, რომელიც არ გაზიარდება. და მეოთხე, უნდა დააკავშიროთ თქვენი პერსონალური ბრენდი გავლენასთან. ანუ მე იმას კი აღარ ვზომავ, თუმცა თავიდან ვზომავდი, აბა რამდენი გამომწერი მაქვს, აბა რამდენი ლაიქი ეს ვიდეო გავარდა თუ არ გავარდა. არამედ რა გავლენას ვახდენ. თავიდან ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ აი რაღაცა ჩემი საქმე დავიწყე ან სამსახურიდან წამოვედი ან ეს ვიდეო ძალიან მჭირდებოდა და მე მივხვდი, რომ ერთი ესეთი უკავშირი თუნდაც YouTube-ის კომენტარებში და ამიტომ არ დაიშურეთ ამ ვიდეოზე კომენტარები არის ის გავლენა, რაც მინდა რომ ვიქონიო. დავეხმარო ქართველ ქალებს, ხომ? აქედან გამომდინარე 1000 გამომიწერს დღეს თუ 8000 ხვალ, ამან მნიშვნელობა დაკარგა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უმნიშვნელო არ არის, თუმცა ბევრ გამომწერს, რომელიც ესე ვთქვათ, არ გძნობს ჩემთან კავშირს, ან ნაყიდ გამომწერს, მირჩევნია, რომ ჩემი ვიწრო community მყავდეს და გავლენა მქონდეს მათზე და მათ ჩემზე. მოკლედ ეს არის 4 ნაბიჯი, რაც უნდა გაიაროთ თქვენი მისიონერული პერსონალური ბრენდის შენებისას და ეხლა განვავრცობ თითოეულ ნაბიჯს მეტნაკლებად უფრო ვრცლად ვიდრე აქამდე. ნაბიჯი პირველი, განსაზღვრე რა არის შენი რატომ. მაგალითად, მე მინდა დავეხმარო ქართველ ქალებს. თქვენ რა გინდათ რომ გააკეთოთ, ხო, თქვენი პერსონალური ბრენდით? მაგრამ ყველა შეუძლია შაბლონურად თქვას, რომ მე მინდა დავეხმარო ქალებს. რა არის ამაში ცუდი, მოსეწონია, მაგრამ აუდიტორიას მეტი აინტერესებს, რატომ გინდა დაეხმარო, რატომ მინდა მე დავეხმარო. ეს არის ესე ვთქვათ, ჩემი ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ის რაც მაახლოვებს ჩემს აუდიტორიასთან. და ისინი ამით გრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ჩემთვის. მე მინდა დავეხმარო ქართველ ქალებს, რადგან ჩემს, ესე ვთქვათ, ოჯახში და ჩემს წინაპრებში იყვნენ ქალები, რომლებიც მახსოვს ვიცნობდი და არა ძალიან შორეული წინაპრები, ვინც ვერ მოახდინა თავისი პოტენციალის რეალიზება
და ამ ტკივილს ატარებდნენ, აზიარებდნენ, მე ვხედავდი, გრძნობდი და შესაბამისად ეს ტკივილი გადმოვიდა ჩემზე და ყოველი ქართველი ქალის დახმარებით მე ვფიქრობ, რომ მათი პოტენციალი რეალიზდება. აი ეს არის, ანუ თქვენი ამბავი, რატომ იწყებთ პერსონალურ ბრენდს. და შემდეგ ძალიან ბუნებრივად აარჩევთ თემებს და ეს უკვე არის ნაბიჯი 2, 3, 4, 5, რაღაც 3-4 არის ოპტიმალური ვარიანტი, რომ ძალიან მრავალფეროვანიც არ იყოს, თუმცა შეგიძლიათ ერთი ხაზით დაიწყოთ და აქ რა იგულისხმება ფორმატი, რა ფორმატით ხდება, ესე ვთქვათ, მიწოდება და ასევე საიდან იწყებთ თხრობას და რა სტილით. მაგალითად, ჩემთვის ერთი მიმართულება არის წიგნები და წიგნებზე დაფუძნებული სტორითელინგი. მეორე არის თვითრეფლექსია. რას ვფიქრობ ხოლმე მე, რა არის ჩემი აზრი, გააზრება. მესამე შეიძლება იყოს და ეს შემომყავს ნელ-ნელა ჩემი აუდიტორიის და წიგნის კლუბის და community-ს, ესე ვთქვათ, აზრები, უკუკავშირი, რა რჩევა მივიღე, რა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, ესე ვთქვათ, გაიზიარეს და მოახდინეს ტრანსფორმაცია, რა კითხვები შეიძლება დაუსვათ, ხო, ამ აუდიტორიას ისეთი, რომ გავაღვიძოთ მათში სურვილი, რომ თვით გამორკვევა დაიწყონ. მოკლედ, აი, ირჩევთ ფორმატს და ფორმატით შეიძლება იყოს რამდენიმე და თემად შეიძლება იყოს რამდენიმე. მესამე ნაბიჯი არის უკვე მიზანმიმართული გაზიარება და თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა არ ნიშნავს ვიდეოს ყოველდღე დადებას. თუ გაქვთ დრო და სურვილი, შეგიძლიათ ყოველდღე დადოთ. მე ეხლა ვდებ YouTube-დან ამოჭრილ ვიდეოებს, Instagram-ი, TikTok-ი, Facebook-ზე, თუმცა ცალკე ესე ჯერჯერობით კონტენტს არ ვაკეთებ ამ პლატფორმებისთვის სისტემატურად, მაგრამ ხვდები, რომ საჭიროა და ამასაც დავიწყებ და ამიტომ ვდებ ყოველდღე, რადგან YouTube-ის დიდი ეს ვრცელი ვიდეო იჭრება 4-5 ვიდეო და შემდეგ შემიძლია მთელი კვირა გამოვიყენოთ. თუმცა თუ თქვენ YouTube-ით არ იწყებთ, საკმარისია კვირაში ერთი rilsi, მაგალითად ყოველ ორშაბათს და კვირაში ერთი კარუსელი. უბრალოდ იყავით სისტემატიური, დაიწყეთ იმ საბაზისო მინიმუმიდან, რაც თქვენ, ესე ვთქვათ, ყოველკვირეულ რუტინაში ჩდება და მიყევით და შემდეგ ააშენეთ მასზე. ეს არის თანმიმდევრულობა. და ასევე მიზანმიმართულობა, ხო? მე თუ მინდა დავეხმარო ქართველ ქალებს იმაში, რომ პოტენციალის რეალიზება მოახდინონ და დოვლათიანად იცხოვრონ, ალბათ ნაკლებად რელევანტურია დავიწყო გაზიარება, თუმცა ხანდახან შეიძლება ამის გაზიარებაც არ ვიცი, მაგალითად, Fashion Week-ის ახალი ამბების, ხო? ამას ჩემზე უკეთ გააკეთებს ის ადამიანი, ვინც ამ მისიას ატარებს თავისი პერსონალური ბრენდით. ანუ, არ უნდა დავაბნიოთ ჩვენი აუდიტორია, თითქმის ყოველი ვიდეო, თუნდაც ვლოგი, აი, წავედი წიგნების შესარჩევად, ხო? შევურჩებ ისეთ წიგნებს და ისეთ წიგნებზე გადავიღებ ვიდეოს, რომელიც მათთვის იქნება, ესე ვთქვათ, დამხმარე, ხო, ამ გზაზე. აქედან გამომდინარე, მართლა შეგიძლიათ, რომ აი რა საკითხებთანაც არ ხართ კომფორტულად, ან ვიღაცას სახლის ფონი არ მოწონს და გარეთ უნდა გადაღება, აი ამოკრიფოთ ის ნაწილი ცხოვრების, რაც თქვენ ბრენდის DNM-ს შეესაბამება, ანუ თქვენ მისიას და მხოლოდ ამ თემებზე ისაუბროთ. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის ნაწილი თქვენი ცხოვრების და რუტინის და თემების, რაც გინდათ რომ გააზიაროთ. თუ მაგალითად არ მოგწონთ, როგორ გამოიყურება თქვენი ფონი, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და ჩაწეროთ სიმწვანიდან, ან წახვიდეთ კაფეში. თუ არ მოგწონთ, როგორი ურთიერთობები გაქვთ თქვენს მეუღლესთან, ან არ ვიცი, მეგობრებთან, ან კოლეგებთან, შეგიძლიათ ეს თემა ამოიღოთ, იმიტომ რომ სულ უნდა დაუსვათ თქვენ თავს კითხვა. ის მისია, რაც აქვს ჩემ პერსონალურ ბრენდს, ანუ მე
შეესაბამება თუ არა იმ თემას, რაზეც ვიღებ მე ვიდეოს. ხანდახან შეიძლება ჩავწერო, არ ვიცი, მეიქაფის ვიდეო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქართველ ქალებს დაეხმარებათ დოვლათის შექმნაში. აქედან გამომდინარე კი არა და თავიდან ყველაფერს ვწერდი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა და მე მივხვდი, რომ აუდიტორიისგან არ მაქვს ამაზე უკავშირი, ჩემგან ელოდებიან სხვა ტიპის ვიდეოს და პლუს ამას აკეთებენ ჩემზე უკეთ და თან ესეთი ვიდეოები ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს და მოითხოვს რაღაც ისეთ ჩემთვის რთულ მონტაჟს. აქედან გამომდინარე ვკითხე ჩემ თავს, რასელიან ადამიანები ჩემგან სასარგებლო კონტენტს, მაგალითად თავიანთი პოტენციალის რეალიზების მიმართულებით თუ ლამაზ მეიქაპს და პასუხი იყო, რომ ჩემი მისია არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში beauty სფეროზე საუბარი და ასე უნდა განსაზღვროთ თქვენც და ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ რაღაც ისეთები არ მოიგონოთ, რაც თქვენი არ არის. თუ იოგას არ აკეთებთ, იმიტომ რომ ტრენდულია იოგას ტანსაცმელი ან იოგაზე საუბარი, არ უნდა შემოიყვანოთ თქვენს კონტენტში, იმიტომ რომ არ იქნებით თანმიმდევრული. ძალით ყვანილი, ესე ვთქვათ, ნიშები დაგაპაუზებთ და ხელშეგიშლით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე დღეს დავიწყე კონტენტი უბრალოდ სასარგებლო ვიდეოებით და თუ მაქვს რემონტი სახლში და ამის გაზიარება მინდა, არ შემიძლია გავაზიარო. ჩვენი, ესე ვთქვათ, სოციალური პრეზენსი ფართოვდება იმის მიხედვით, ან ვიწროვდება, რა ინტერესები ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში და რა პირიქით იცვლება ან იშლება. და მეოთხე ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი მისიონერული პერსონალური ბრენდისთვის არის გავლენის გაზომვა და არა რიცხვებში ასახული გამომწერები. და დღეს ყველა სტატისტიკა დასტურებს, რომ შეიძლება მილიონიანი გამომწერი ეკაუნთების, ესე ვთქვათ, წრე და community ბევრად ნაკლებად იყოს ჩართული, ბევრად ნაკლები იყოს მათი ემპათია, თანაგრძნობა და მონეტიზაციაც, ვიდრე ეკაუნთი, რომელსაც შეიძლება ყავდეს 800 გამომწერი, 2000, აი ეს, 10,000-მდე, ესე ვთქვათ, რენჯში გამომწერები, იმიტომ რომ პატარა ეკაუნთებს აქვთ მიდრეკილება, რომ ყველა მესიჯს პასუხობენ, ყველა კომენტარს პასუხობენ, არიან უშუალოების თორიში, პირდაპირები არიან და არა აქვთ მაგალითად დამუშავებული კონტენტი და ადამიანები, რომლებიც იზრდებიან, იმათ გონიათ, რომ განსაკუთრებული editing-ი მოეთხოვებათ და მაგალითად ლურჯი ფონი არ უნდა იყოს, აუცილებლად წიგნებიც უნდა იყოს, მცენარეც უნდა იყოს და იმდენად გადადიან უკვე ვიზუალურ ნაწილზე, რომ ემსგავსებიან ტელევიზიას ან ძალიან, ესე ვთქვათ, იდეალურ ინფლუენსერებს და შორდებიან თავიანთ აუდიტორიას. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ გაქვთ გადაწყვეტილი მისიონერული პერსონალური ბრენდის ნოლიდან დაწყება, ან უკვე გაქვთ და ესე ვთქვათ, აფართოებთ, არ მიაქციოთ ყურადღება გამომწერების რაოდენობას, ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენს გამომწერებს იცნობდეთ, გრძნობდეთ, მათი ამბები იცოდეთ, იყოთ ნამდვილები ამ ურთიერთობაში და ისინი გამოყვებიან ყველგან. არა აქვს მნიშვნელობა, დღეს მწერალი ხარ, ხვალშეგილია მშენებელი იყო, ზეგ მოგზაური იყო და ეს არის ძალიან, ძალიან დიდი თავისუფლება, როცა თქვენ აუდიტორიას უყვარხართ და თქვენ ნებისმიერ პროდუქტს და მომსახურებას ყიდულობენ, ან უბრალოდ უსმენენ, ან ზოგიერთ რაღაცას უფასოდ აკეთებთ და მაინც მოდიან, იმიტომ რომ თქვენი პიროვნება მოწონთ და თქვენ მეგობრად თვლიან თავს და არა ის, რომ მაგალითად ელენე ძალიან კარგი იურისტი იყო და იურისტი თუ აღარ იქნება, მე მისგან არაფერი აღარ მინდა. ანუ ჩემ პერსონასთან არ არის კავშირი, ხო?
სულ ეს არის, რაც მინდა და მეთქვა მისიონერულ პერსონალურ ბრენდზე და ერთი პატარა საშინაო დავალება მინდა მოგცეთ, რომ დაწეროთ კომენტარებში ან თქვენთვის დაიწეროთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენ განსაკუთრებით მოგწონთ სოციმედია და YouTube სივრცეებში, არ ვიცი, შეიძლება მაინც და მაინც მისიონერული პერსონალური ბრენდი არ ქონდეთ, მაგრამ ჩამოწერეთ 3-4 და დააკვირდით, რა საერთო შტრიხები აქვთ და იქნებ ეს შტრიხები თქვენ შეიძლება შეიტანოთ თქვენი ბრენდის შენებისას. ასევე დამიწერეთ კომენტარებში, რა გაინტერესებთ მისიონერულ პერსონალურ ბრენდზე და ზოგადად პერსონალური ბრენდის შესახებ და მესამე და ყოველ შემდეგ ეპიზოდს, შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში ამ თემის ირგვლივ ჩავწერ, ვუტრიალებ და ვეცდები, რომ ამოვწურავ. დიდი მადლობა და დროებით.